განცხადება დღეს რუსთაველზე. ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე პირველი განცხადება რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე. იმ მომენტში ჩემს გვერდით იდგა სულ რამდენიმე თანამოაზრე. მაგრამ უკვე მაშინ მქონდა თქვენი იმედი, რომ საქართველოში უამრავი ენერგიული, გონიერი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანია. ამ ადამიანებს უნდათ არა ილუზორული ოცნება, ან დახვედრებული წარმატება, არამედ საკუთარი ხელით შექმნილი ახალი საქართველო. იმ დღიდან გავიდა დაახლოებით 1 თვე. ჩვენ უკვე 1000-ობით ვართ. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ რუსთაველის გამზირზე, იმ ადგილზე, რომელიც ასოცირდება თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლასთან. სადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე დრამატული და გარდამტეხი მოვლენების შედეგად იწყებოდა ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპები. შევიკრიბეთ არა დაკეტილ დარბაზებში, როგორც ეს ჩვევიათ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ღია ცის ქვეშ და მიუხედავად იმისა, რომ ამინდი ცოტა ცუდი იყო, აი აქა ვარ და როგორც კი დავიწყეთ ღონისძიება, გამოვიდა კაშკაშამზე და ესე გამოვა კაშკაშამზე მთელ საქართველოში. და მაინც რას ნიშნავს ახალი საქართველო? ახალი საქართველო არის არა სახელმწიფო მოძალადე, არამედ სახელმწიფო პლატფორმა, გლობალური smart-hub-ი, რომელიც ქმნის შესაძლებლობებს თითოეული მოქალაქის თვითრეალიზებისთვის. წარმოადგენს გლობალური საზოგადოების სრულუფლებიან წევრს, ინოვაციებისა და განვითარების სოდნის ეკონომიკის რეგიონალურ ლიდერს. ახალი საქართველო ეს არის ჩვენი წარსულის გამოცდილებაზე, ტრადიციებზე და კულტურაზე დაყრდნობით შექმნილი სრულიად ახალი პერსპექტივა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ახალი საქართველო ეს არის წარმატებული და ღირსეული ადამიანების ქვეყანა, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა. ახალი საქართველო არის სოდნის საზოგადოება, ახალი ტიპის განათლების სისტემა, ინვესტიცია მოსწავლეებში, ესაა ინვესტიცია ერთ ადამიანში და მე მინდა უთხრა მასწავლებლებს, ლექტორებს, რომ თქვენში ინვესტიციაა, თაობებში ინვესტიცია და სწორედ ამიტომ ეს იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი. ახალი საქართველო ეს არის ღირსეული და პატივსაცემის სიბერე. ყველა პენსიონერს უნდა კონდეს ღირსეული შემოსავალი და არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ მისი სამუშაოს მაძიებელი შვილი, რომელსაც არ აქვს შემოსავალი, ეს 2 კაპიკიც იმ შვილზე დახარჯოს. ახალი საქართველო ესაა ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის ახალი პარადიგმა. უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან ჩვენ გვჭირდება არა იმისათვის, რომ საქართველოდან ხალხი წავიდეს და იქ დასაქმდეს, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი ნაწილი. მაგრამ ჩვენ არც ერთი ადამიანის საზღვარგარეთ გასაშვები არ გვყავს. ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს საქართველოში. მათი წვინი, მათი გონი, მათი ნიჭი აქ უნდა დაიხარჯოს. აქ, აი ამ ჩვენ ქვეყანაში, სხვაგვარად ჩვენ პერსპექტივა არ გვაქვს. და აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ყველა იმ ემიგრანტს, რომელიც ჩვენ გამოგვეხმაურა სხვადასხვა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ახალი საქართველო ეს არის განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ეს არ არის ჰონკონგი 2, ეს არ არის სინგაპური 2 და არ შვეიცარია 2, არამედ საქართველო, რომელიც ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა უნდა იყოს მსოფლიოში. ჩვენ მინიმუმ 2 ციფრიანი ეკონომიკური ზრდა გვჭირდება ყოველწლიურად. და თუ მოვინდომეთ, და თუ ჩვენი აქცენტი არ იქნება დაპირისპირება, არამედ ჩვენი აქცენტი იქნება ერთადგომა, თანამშრომლობა, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ ყველანი ერთად. ვერმა შეიძლება თქვას, რა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაკეთოთ. მე უბრალოდ მართლა მინდა გულწრფელად გავიხსენო დრო, როცა იუსტიციის სახლების პროექტის პრეზენტაცია გავაკეთე 2010 წელს. ეს იყო გარემო, სადაც პირველი პრეზენტაცია რო გავაკეთე, ბევრმა თქვა, შეუძლებელია ამის გაკეთება. როგორ შეიძლება ამხელა მენეჯმენტი ააწყო, როგორ შეიძლება ამხელა სისტემა მუშაობდეს და ამხელა სისტემა ფეხზე დააყენო. მაგრამ ჩვენ ეს შევძელით იმიტომ, რომ გვინდოდა გულწრფელად, შევძელით იმიტომ, რომ ინოვაცია ეს არის სიმარტივე, არავის არ ეგონოს, რომ ეს არის სირთულე. მოვინდომეთ, გავაკეთებთ აუცილებლად ყველანი ერთად. ვარ თუ არა ახალი საქართველო? მაშინ რა გვიშლის ხელს, რატომ არ ვცხოვრობთ ასე და რა გვაფერხებს იმისთვის, რომ ვიყოთ მართლაც წარმატებულები? საქართველოში მოგზაურობის დროს ხშირად ვხვდები სხვადასხვა ტიპისა და ასაკის ადამიანებს. შრომით გათანგულ, მაგრამ გულგატეხილ დედებს და მამებს. მასწავლებლებს, რომლებიც გულს დებენ თავისი აღსაზრდელებში და კიდევ იმის უნდა ეშინოდეთ, რომ ვიღაცა გამორიცხულმა შეიძლება სამსახურიდან გაუშვას, რადგანაც პარტიიდან ასე დაავალეს. ექიმებს, რომლებსაც არც დღე აქვს და არც ღამე და იმის უნდა ეშინოდეთ, რომ შესაძლოა ხელფასი ვერ მიიღონ, რადგან ვიღაც პოპულისტმა მინისტრმა ვერ დათვალა ბიუჯეტი.
პოლიციელებსა და სამხედროებს უთქმელ და ამახ მართლაც სამშობლოს გმირებს მაქსიმალურად გულგაუტეხავად იცავდნენ ჩვენს ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრივ ხედავენ გათხოვებულ ოკუპანტს, ბიზნესმენს, რომელიც თავისი ნიჭითა და რისკით ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და მიუხედავად ამ ცვლილებებისა მაინც ურჩევნია პოლიტიკაზე ბევრი არ იფიქროს, რადგან შეიძლება ესეც მისთვის პრობლემა იყოს და ახალგაზრდებს, რომელიც გადაიხელხავდნენ სამუშაო ძიებაში და გულგატეხილები არიან და ფიქრობენ ქვეყნის დატოვებას. მეგობრებო, ეს ძალიან საშინელებაა, როცა ახალგაზრდა ადამიანები ქვეყნიდან წასვლას აპირებენ, იმიტომ რომ საკუთარი თავის რეალიზებას აქ ვერ ახდენენ. მე ჩემს თავს მართლაც რომ პირობა მივეცი ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ, რომ ეს ისტორია ამ ბავშვებს აღარ უნდა ჰქონდეთ, ის გაწამებული ისტორია, რაც დღეს საქართველოშია, ბავშვებს აღარ უნდა ჰქონდეთ, ამიტომ უნდა დავდგეთ ჩვენ ყველანი ერთად, ამიტომ უნდა შევიკრათ ერთგუშტად და ამიტომ უნდა ავაყოლოთ საქართველო, ჩვენს ერთიანობას გაუმართ! როცა ვამბობ, რატო არ ვითარდება ქვეყანა? არ ვითარდება იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების მართვის სისტემა აგებული არის სწორედ იმ ვიწრო კულუარულ პრინციპებზე, რომელიც საბოლოო ჯამში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხელს უშლის ამ ხელისუფლებებს უარი თქვან ცენტრალიზებაზე, ვერტიკალზე, ერთი ადამიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. აი სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა შევიკრათ ყველანი ერთად და სრულიად ახალი პრინციპით უნდა დავაფუძნოთ ახალი საქართველო. და რა არის ეს ახალი პრინციპი? ახალი საქართველო ეს არის სამოქალაქო პლატფორმა. ახალი საქართველო ეს არის თითო ხმა ყველა დამფუძნებელს. შედარება სწორედ ამით უნდა მოხდეს პოლიტიკური ორგანიზაციების, არის ის თავისუფალი ხელისუფლებაში მოსვლამდე, არის ის საზოგადოებრივი ხელისუფლებაში მოსვლამდე, თუ არის ის ჩაკეტილი და მეუსაბა ასე ვთქვათ, ანკლაური ხელისუფლებაში მოსვლამდე. მე ღიად მინდა ვთქვა, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა დღეს საქართველოსთვის და ძალიან ბევრი შექმნა, მაგრამ მან ვერ შეძლო პოლიტიკური პარტიის შექმნა ისეთის, სადაც იქნებოდა თავისუფლება და სადაც არ იქნებოდა კულუარული გადაწყვეტილებები. ქართული ოცნება არის ერთი ჯიბის პარტია, რომელიც ასევე ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის, იმიტომ რომ ისინი არ არიან ანგარიშვალდებული ხალხის მიმართ, ისინი არიან ანგარიშვალდებული ერთი ადამიანის მიმართ და როცა კითხვას ვსვავთ, რატო არ ვითარდება ქვეყანა, სწორედ ამიტომ ისინი არ არიან თქვენს მიმართ ანგარიშვალდებულები. მაგრამ მე ასევე მინდა ვთქვა, ამ ორ პოლიტიკურ ძალას ეს აქვს შექმნილი შესაბამისი პოზიცია, რომ ისინი ერთმანეთს ურტყავენ, ისინი ერთმანეთს ებრძვიან და ამაში გადადის აბსოლუტურად ყველაფერი. ჩვენი მთავარი კონცენტრაცია უნდა იყოს არა დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა, არა შური, არამედ სიყვარული, არა გაუტანლობა, არამედ ერთად ყოფნა, ერთად დგომა, იმიტომ რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენ საქართველოს აშენებას. ჩვენი მტერი არის არა რომელიმე ადამიანი, რომელიც განსხვავებულად ფიქრობს დღეს საქართველოში, არამედ ჩვენი მტერი არის გაჭირვება, ჩვენი მტერი არის უმუშევრობა, ჩვენი მტერი არის ის უამრავი პრობლემები, რომელიც საქართველოს აქვს. სწორედ ამიტომ, მოდით დავაფუძნოთ ახალი საქართველო, სამოქალაქო პლატფორმა, რომლითაც ჩვენ დავიწყებთ სრულიად სუფთა ფურცლიდან. დიდი მადლობა თქვენ აი აქ მოსვლისთვის და აი ამ პროცესში ჩართვისთვის. ბოლოს მე მინდა მოუწოდო ამ ადგილიდან აბსოლუტურად და შემთავაზო ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალას, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, ჩვენ მზად ვართ ღია და გახსნილი თანამშრომლობისთვის. ჩვენ თავაზობთ, რომ მოდით პრაიმერები იყოს გადამწყვეტი, ვინ უნდა იყოს ასარჩევი, სიების პრაიმერებით უნდა დაკომპლექტდეს, მაჟორიტარების პრაიმერებით უნდა დაკომპლექტდეს. მოდით დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან და გავერთიანდეთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული. აი აქ წერია მე ახალი საქართველო. ამით ვიდა ყველას უთხრათ, რომ ახალი საქართველო ეს ვარ მე, ეს ხარ შენ, ეს არის თითოეული ჩვენგანი. მე ვარ ახალი საქართველო. I'm New Georgia. მე ვარ ახალი საქართველო. I'm New Georgia. მე ვარ ახალი საქართველო. მე ვარ ახალი საქართველო. I am New Georgia.